მოგესალმებით, მე სალმები მაყურებელს. დღეს გრძელდება მორიგი პოლიტიკური დევნის სერია, რომელიც წლებია ხორციელდება ჩვენი პარტიის ლიდერების მიმართ, მამუკა ხარაძაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. დღეს იმედია ესწრებოდა მედია საშუალებები და თქვენი ტელეკომპანიას და გააშუქებთ ამ პროცესის მიმდინარეობას. არა მარტო ის რომ ჩვენ ვაფასებთ ამას და ეს არის დადასტურებული დღეს პროკურატურის სიტყვითაც დადასტურდა რომ ეს ამ საქმეს კანონთან და სამართალთან საერთოდ კავშირი არ გააჩნია, როდესაც რეპლიკის სახით პროკურატურა გვეუბნება რომ მართალია დარღვეულია და ყველანაირი ნორმები, დებულება, არაფერი არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა მერე რა დაახლოებით ეგეთი პოზიცია აქვს ხალხო ღია პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ღია პოლიტიკური დევნის დასტური იყო დღეს პროკურატურის სიტყვა, სადაც პროკურატურა საუბრობს რომ არანაირი ოქმი არ არსებობს, არანაირი ხელმოწერები არ არსებობს, არანაირი მსჯელობა არ არსებობს, არაფერი არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა ითხოვენ ადამიანების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს და სავარაუდოდ საპატიმრო სასჯელს. აი ეს არის პირდაპირ ეს შემიძლია გითხრათ, ეს არის პირდაპირ დასტური პოლიტიკური დევნის, ეს არის პირდაპირ დასტური იმისა, რომ ისინი მომართულები არიან ჩვენი პარტიის ლიდერების მიმართ პოლიტიკური დევნის. მსგავსი რამ ამდენი ხნის პრაქტიკა მაქვს სამართალწარმოებაში, ადვოკატურის სასამართლოებში და მსგავსი რამ არ მინახავს, სადაც პროკურატურა პირდაპირ აღიარებს, რომ არანაირი ოქმი, არანაირი დებულება, არაფერი არ შესრულებულა, არაფერი არ გაფორმებულა, არაფერი არ არსებობს, რისი კანონიერი მოთხოვნა იყო, პირდაპირ ვალდებულება იყო გაეკეთებია ამ ეგრეთ წოდებული გაყალბებული პარლამენტის ეგრეთ წოდებულ ვითომ საგამოძიებო კომისიას და ეს ფორმალობაც არ არის დაცული. აი ეს არის პირდაპირი პოლიტიკური შეკვეთა და შემდგომ აი ამ შეკვეთიდან გამომდინარე პირდაპირ სასამართლოზე არის მიმართვა ახლა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ასე იკითხება, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა სასამართლო მაინც უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. აი ეს არის რაც ხდება, ეს არის ღიად პოლიტიკური დევნა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არც მამუკა ხაზარაძეს, არც ბადრი ჯაფარიძეს არანაირი პოლიტიკური დევნის, არანაირი თავისუფლების აღკვეთის არ ეშინია და ვერ შეაშინებენ ეს ადამიანები. მე-6 წელია უთვალისწინები უკვე დადიან სასამართლო დარბაზებში, ატარებენ ამ პოლიტიკური დევნიდან გამომდინარე სასამართლო დარბაზებში, ისინი არიან პოლიტიკური დევნის ქვეშ, მაგრამ ვერ შეაშინეს. თუ ვინმეს აქამდე ეგონა რომ მათი შეშინება შესაძლებელი იყო, ახლაც კარგად ხვდებიან და კარგად არიან დარწმუნებულები, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. არც მამუკა ხაზარაძეს, არც ბადრი ჯაფარიძეს და არც ლელოს ძლიერ საქართველოს ვერავინ ვერ შეაშინებს. ყველანი მზადა ვართ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არის გასათავისუფლებელი და ამ ქვეყნის გათავისუფლებისათვის ეს ადამიანები დღეს არიან პოლიტიკური დევნილები და პოლიტიკური დევნის ობიექტები. ლევან, ისა იყო კომენტარები პროცესის დაწყებამდე, მათ შორის უფლება დამცველების, თქვენთანაც ხშირად გვისაუბრე ამ საკითხზე, რომ სამართლებრივად აქ მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი უნდა იყოს, რომ მათ შორის ადვოკატი ზვიად კორძაძე საუბრობდა. დღეს დაცვის დასკვნითი სიტყვა იყო, უნდა ყოფილიყო წამყვანი, ხო, აი ამ პროცესზე. აი კონკრეტულად რა არგუმენტები დიახ, მე მოკლედ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, აქ სამართლებრივი პროცესი არ არსებობს, აქედან გამომდინარე სამართლებრივი შეფასებები უბრალოდ წარმოუდგენელია, ვინაიდან არათუ გამამართლებელი განაჩენზე უნდა იყოს დღეს საუბარი, დღეს მე და თქვენ ამ თემაზე არ უნდა საუბრობდეთ, ამ პოლიტიკურ დევნაზე არ უნდა საუბრობდეთ, რომ ოდნავ სამართალი იყოს ამ ქვეყანაში, ვინაიდან ეს საქმე საერთოდ გამოძიების ეტაპზე ბრალის წარდგენაც არ შეიძლება ყოფილიყო ამ საქმეზე, ვინაიდან თვითონ ეს საქმე არის ღიად პოლიტიკური დევნის საქმე ეს ერთი და თვითონ ეს საქმე არის სიმახინჯე სამართლებრივი შემიძლია გითხრათ. ამ საქმეზე უბრალოდ შეუძლებელია თუ გამოძიება დაიწყებოდა ბრალის წარდგენაზე საუბარი. ხოლო ჩვენ მოვედით აი ამ ეტაპამდე, როდესაც უკვე განაჩენი იქვია. აქედან გამომდინარე, რაიმე სამართლებრივ პროგნოზებზე საუბარი გამორიცხული და ზედმეტი იქნება ჩემი მხრიდან, ვინაიდან როდესაც არის პოლიტიკური დევნა და არის ეს პირდაპირ პოლიტიკური დევნა წლების განმავლობაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, აქ უკვე სამართალზე და სამართლებრივ შეფასებებზე საუბარი ზედმეტია. როდესაც პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, იქ სამართლებრივი სამართალი პოლიტიკური დევნის შემკვეთს და გამხორციელებლებს არაფრად არ აინტერესებს. და ეს არის პირდაპირ იმტკიცებულება დღეს იმისა, რომ
დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა პროკურატურის ეგრეთ წოდებული რეპლიკებით, რომ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ვინაიდან პროკურატურა ვერ გაექცა და ვერ გაექცევა, რომ უხეში დარღვევებია, უხეში პროცესუალური დარღვევებია, საერთოდ არ აინტერესებს ამ ეგრეთ წოდებულ კომისიას სამართალი და შემდგომ საერთოდ არ აინტერესებს პროკურატურას სამართალი. ვინაიდან მათ მიიღეს პოლიტიკური დევნის შეკვეთა და ახორციელებენ პოლიტიკურ დევნას. წარმოუდგენელი რამ ხდება. არც კი მეგონა, რომ პროკურატურა საერთოდ ამას იტყოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ხალხმა თქვეს ის, რომ რისი გაკეთებაც სამართლებრივად აუცილებელი იყო, ის არ არის გაკეთებულიო. აი ეს თქვენს პირდაპირ შეიძლება ითქვას აზრი ამ ყველაფრის ეს არის. ეს შეიძლება ითქვას. დიდი მადლობა ლევან, დაგემშვიდობები. 4 საათზე უნდა დაიწყოს მამუკა ხაზარაძის პროცესი, როგორც